თემის განხილვა, იმიტომ რომ წარღვნა არ იყო რაღაცა მხოლოდ წარსულში მომხდარი ამბავი, ჩვენ მომავალშიც ველოდებით, ოღონდ არა ამ სახით რა თქმა უნდა, გეტყვით რაზეც არის ლაპარაკი, რას ველოდებ მომავალში და როგორი იქნება მსოფლიოს წარღვნა მეორე მოსვლის წინ, რა სახით იქნება უბრალოდ წმინდა წერილიდან რაც არის ჩვენთვის ცნობილი. თუმცა კი უნდა გითხრათ, შეგახსენოთ, რომ ბიბლიის წიგნის აი ამ მომენტის განხილვისას, როდესაც ჩვენ მივადექით ნოეს ცხოვრებას, კონკრეტულად ნოეს შესახებ დავიწყეთ ლაპარაკი, რამდენიმე მომენტი იყო აღსანიშნავი, ვთქვით კიდეც, რომ ნოე ღმერთთან ერთად დადიოდა, ნოე თავის თაობაში იყო, ესე იგი, გამორჩეული ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა თაობაში რო ეცხოვრა ნოე შეიძლებოდა არც ყოფილიყო ესეთი გამორჩეული პიროვნება და ღმერთს სხვა ერჩია და არა ნოე. რატომ ამის შესახებ კიდე ცოტა ქვემოთაც ვილაპარაკებთ, კიდე ერთხელ დავუბრუნდებით, მაგრამ თვითონ წარღვნის თემის შესახებ უნდა გითხრათ აუცილებლად. რამ განაპირობა ის მოვლენა, რასაც ჩვენ წარღვნას ვეძახით, წყლის წარღვნას, რომელთაც მთელი მსოფლიო აქ პირდაპირ წერია, რომ მთათა მწვერვალებიდანო 15 წყრთის სიმაღლეზე იყო წყალი აწეული. ანუ მიწის დონიდან კი არ იყო, ყველაზე ვთქვათ მაღალი წერტილი, რაც იყო მთათა მწვერვალები, აი იქედან იყო დაახლოებით 15 წყრთა. წყრთა გახლავთ, აი ესეთი საზომი თითის წვერიდან მაჯამდე და დაახლოებით იგულისხმება 48-დან 50 სანტიმეტრი, ანუ დაახლოებით 7 მეტრი ნახევარი მთათა მწვერვალებიდან კიდე სიმაღლეში იყო წყალი აწეული და აი ეს იყო წყლის წარღვნა, რომელსაც ვერ გადაურჩა ვერც ერთი სულთგმული, გარდა იმათისა, ვინც იყვნენ კიდობანში. ეხლა ვნახოთ რა მოვლენა არის ეს. ჩვენ მათეს სახარებაში გვაქვს პირდაპირ გაცხადებული ესეთი რამ, რომ მეორე მოსვლის შესახებ, როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან, თუ რა იქნება ამისი ნიშნები და თუ როგორ იქნება, მაცხოვარი მათ პასუხობს, ეუბნება, თუ როგორი იქნება მეორე მოსვლის ნიშნები, იქ ომებზე ომები იქნება, მიწისძვრები იქნება, ადგილ-ადგილ და ნუ რაღაცა ტექსტი, ეხლა არ დაუბრუნდები ამ ტექსტს, თუმცა კი ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობს. რაც ჩვენთვის გასათვალისწინებელია, რომ როგორც ნოეს დროს იყო, ჭამდნენ, სვამდნენ, იქორწინებოდნენ და განქორწინებდნენ, სწორედ იქნება მეორე მოსვლის დროს ესეთი მდგომარეობა და ესეთი ამის შემდგომ მოვა სწორედ უფალი. რას ნიშნავს ჭამდნენ, სვამდნენ? ჩვენ ამის შესახებ ორიოდე სიტყვი ვთქვით, მაგრამ ცოტა უფრო შევახსენოთ ჩვენს მსმენელს ამის შესახებ, რომ ეს ნიშნავს, რომ არასწორად ჭამდნენ, არასწორად სვამდნენ, არასწორად ცოლი მოყავდათ და არასწორად თხოვდებოდნენ, ამის შესახებ დაწვრილებით ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ გასულ შეხვედრებზე, აღარ დაუბრუნდებით თემას, ამიტომაც ეს იყო განპირობება იმისა, რომ ადამიანებმა ისე შეეგუენ ამ ცოდვას, გადაარქვეს სახელი, შეგუება მოხდა იმისა თუნდაც, რომ კაენისა და სეითის შთამომავლობა ერთმანეთში ითქვიფება და ამისი პროტესტი აღარავის არ გააჩნია, თვითონ ლამექიც კი ნოეს მამა ფაქტიურად ეგუება ამ ამბავს და ეს შეგუება არის სწორედ ღვთის წინაშე ძალიან დიდი ცოდვა. მინდა გითხრათ, რომ სახარებაში დაწერილი ეს სიტყვები, რომ ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს გარდა სულიწმინდის გმობისა, ერთ-ერთი სახით ჩვენ ამ სულიწმინდის გმობაში უამრავ რამეზე შეიძლება იყოს ყურადღება გამახვილებული, მაგალითად ის, რომ ადამიანი თუ თავს მოიკლავს ეს სულიწმინდის გმობა, იმიტომ რომ სიცოცხლე, რომელიც მას უფლისგან აქვს ბოძებული, ესე იგი უარყოფს აი ამ საჩუქარს, უძვირფას ეს საჩუქარს, ყველაზე მეტი რაც შეიძლება კონდეს. ასე შემდგომ, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აი ამ ციტატაში, რომ ყველა ცოდვა მიეტევება გარდა სულიწმინდის გმობისა, გახლავთ სწორედ ეს ამბავი, რომ ადამიანი ცოდვას გადაარქმევს სახელს. მოცემული რაც აქვს სჯულის მიხედვით ცხოვრობს თითქოს, ნახეთ როგორი ორმაგდება მისი ცხოვრება, ცხოვრობს თითქოს და სჯულის მიხედვით, ოღონდ სამაგიეროდ სახელებს შეუცვლის. აი მაგალითად, ქურდობას დაარქმევს კლეპტომანიას და ამითი გაიმართლებს თავს. ღმერთი შენგან თავის გამართლებას არასდროს არ ელოდება. ღმერთი შენგან ყოველთვის სინანულს ელოდება. ამიტომაც თუ რაღაცას იპარავს ადამიანი, ყოველგვარი გამართლების გარეშე თუ იტყვის, რომ მე მოვიპარე, შევწოდე და შენდობას ვითხოვ, ღმერთო, შენდობა მიეცემ ამას, იმიტომ რომ ყველა ცოდვა ადამიანისა ქრისტე ღმერთმა ჯვარზე შემსჭვალა და მიალურსმა, როდესაც თვითონ ის მიალურს, ყველა ცოდვა მან თავის თავზე აიღო და რა თქმა უნდა, ყველა მონანულის ცოდვა ჩათვალეთ, რომ რომელიც ინანიებს ადამიანი, შეწირული იქნება ღვთის წინაშე და წარიხოცება მისგან ეს ცოდვა. მაგრამ
როგორც კი ადამიანი იწყებს რაღაცა იოლი გზებით თითქოს თავის დაძვრენას და ღმერთის მოტყუებას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, და ღმერთის მოტყუებაში სწორედ ეს იგულისხმება, რომ აი კლეპტომანიას დაარქმევ იმას, რა ქვია, თურმე მოპარვას, იქ დაარქმევ, რომ თურმე ერთის კესის ადამიანს ერთმა რა ვქნათ ასეთი დაიბადა და შეუყვარდა და ანუ, როდესაც ადამიანი გამართლებას უძებნის ცოდვას, სულიწმიდის მობელი ხდება, იმიტომ რომ ეს კანონები, რაც ჩვენ აქ მოგვეცა, ეს არ არის ადამიანის გონების მიერ მოფიქრებული და ჩამოყალიბებული. ეს არის ღვთისგან გაცხადებული. ჩვენ დღეს იმედია მოგვეცემა საშუალება წავიკითხოთ, როდესაც კიდობნიდან გადმოდის ნოე, პირველივე აკურთხებს ღმერთი ნოეს და მის ოჯახს და პირველივე კანონებს იქვე აძლევს. რომ როგორ უნდა შეჭამონ, როგორ უნდა გამრავლდნენ, როგორ უნდა რა უნდა გააკეთონ. ყველაფერი ეს მოცემულია კანონით. ამ კანონებისგან გადახვევა, იცით რა, შეცდომით ყველა შეიძლება მოვიდეს და დაუშვას შეცდომა ადამიანმა, მაგრამ ამ შეცდომას თუ კი ინანიებს, ღვთის წინაშე შეწირულია მაინც მისი ეს მოქმედება. თუ როგორც კი იწყებს რაღაცა გზების ძიებას, რომ გადაარქვას სახელი ცოდვას, უკვე სულიწმიდის გმობაა, იმიტომ რომ გამოდის, რომ თითქოს მან უკეთესად იცის, ვიდრე სულიწმინდა. ამიტომაც ერთ-ერთი წინაპირობა მეორედ მოსვლისა სწორედ ეს იქნება, რომ ადამიანები გადაარქმევენ ცოდვას სახელს და იცხოვრებენ ცოდვაში და სინანული არ ექნებათ ამ ცოდვისა. პირიქით, თავს გაიმართლებენ და იტყვიან, კაცო, ეს ასე ბუნებრივი ამბავია ეს და რა მოხდა. მე რა რომ ბიბლიაში ასეა დაწერილი, ეს რომელ საუკუნეში დაიწერა და იცით რა, ზნეობრივი საკითხი არასდროს არ შეცვლილა. ბიბლიას არასდროს არ შეუცვლიეს მრუშობა 20 საუკუნის წინაც მრუშობა იყო და მკვლელობაც 25 საუკუნის წინაც მკვლელობა იყო. ამიტომაც ზნეობრივად არაფერი არ შეცვლილა, თვითონ ადამიანი ცდილობს რაღაცნაირად თავი მოიტყუოს და ვითომ ღმერთს ატყუებს. კარგი, ჩვენ უშუალოდ გადავიდეთ ტექსტზე და ტექსტის კითხვის დროს კიდევ უფრო წარმოჩინდება ამ საკითხის სიმძაფრე, თუ რატომ გახდა წარღვნა საჭირო. მეშვიდე თავი, პირველი მუხლი. უთხრა უფალმა ნოეს, შედი კიდობანში მთელი შენი სახლით ურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაში ამ თაობაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ამ თაობაში. ყოველი წმინდა პირუტყვისაგან 7-7 წაიყვანე, მამალი და დედალი, უწმინდური პირუტყვისგან 2-2, მამალი და დედალი. რას ნიშნავს წმინდა და უწმინდური პირუტყვი? წმინდა პირუტყვი აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლად შეწირვა შესაძლებელია მისი, უწმინდური პირუტყვი ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლად არ იწირება. შესაბამისად, ნახეთ 7-7 და 2-2 რატომ არის დასახელებული. 2-2 დასახელებულია უწმინდურ პირუტყვისგან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ გამრავლდეს. ერთი დედალი უნდა იყოს და ერთი მამალი, რომ მათი გამრავლება მოხდეს, არ შეფერხდეს და არ დაიკარგოს ცხოველის ესა თუ ის ჯიში, მაგრამ რატომ წმინდა ცხოველებისაგან 7? იმიტომ რომ 2, რა თქმა უნდა, გამრავლებისთვის, 5 მსხვერპლ შეწირვისთვის. ამიტომაც ნოეს ესეთი ბრძანება აქვს მიცემული, რომ წმინდა პირუტყვისგან 7-7, იმიტომ რომ მსხვერპლ შეწირვა აღასრულოს, როგორც კი დამთავრდება ესეთი განსაცდელი მის თავს, რასაც წარღვნა ქვია. ცის ფრინველისაგანაც 7-7, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე. რადგან 7 დღის შემდეგ 40 დღესა და 40 ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. ნახეთ, ციფრებია დასახელებული, რომელიც თითქოს გაუგებრობას იწვევს. რადგან 7 დღის შემდეგ 40 დღესა და 40 ღამეს, ანუ 7 დღის შემდეგ დაიწყება წარღვნა, 40 დღე და 40 ღამე იქნება. ეს გახლავთ ციფრები, რომლებიც შემთხვევითი რა თქმა უნდა არ არის, ისევე როგორც ბიბლიაში შემთხვევითი არაფერი არ არის. 7 გახლავთ სრულყოფილების სიმბოლო, იმიტომ რომ 7 დღეში მოხდა სამყარო შექმნა და 6 დღეში მოხდა სამყარო შექმნა, მე-7 დღეს ღმერთმა დაისვენა. ეს გახლავთ სიმბოლო ამ სრულყოფილებისა, რადგანაც სამყარო სრულყოფილი შექმნა ღმერთმა და 40 დღე გახლავთ განსაკუთრებული დღეები მარხვისა. ჩვენ ესე გვაქვს დაწესებული, რომ 40 დღის განმავლობაში მარხულობს ადამიანი და როდის არის ეს მარხვა გადაწესებული? რა თქმა უნდა, ქრისტეს ნებების წინ 40 დღის განმავლობაში მარხულობს ადამიანი. ამიტომაც ჩვენთვის თანამედროვე სამყაროში გულისხმობ, მაგრამ ძველ აღთქმაში, როდესაც იყო ეს 40 დღიანი მარხვები, ყოველთვის ესე განისაზღვრებოდა, რომ თქვათ, როდესაც რაღაც განსაცდელი ქონდა ადამიანს, 40 დღე უნდა ემარხულა. აქაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ 40 დღე ესეთი განსაცდელი, 7 როგორც სრულყოფილება, 40 როგორც ესე იგი განსაცდელის დღეები, რომ შენ ამ დროს უნდა იმარხულო განსაკუთრებულად ეს ნოესთვის მოცემული ბრძანება არის. ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად. შევიდა ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნენ წარღვნას. წმინდა პირუტყვი და უწმინდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი. რას ნიშნავს ეს? ნოე და მისი ცოლ-შვილი გასაგებია, ხა ადამიანები არიან და ნოეს ემორჩილებიან, ბრძანა ნოემ და ყველანი შევიდა, მაგრამ ფრინველი და პირუტყვი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი სახეობა იქნებოდა, სად უნდა მოეგროვებინა ეს ნოეს? ეს იყო კურთხევა გაცემული ღვთისგან და ესეც სასწაულად მოხდა, რომ კიდობნის კარი, რომელიც იყო ღია, თვითონ შედიოდნენ შიგნით და ბინა. თუმცა კი შეიძლება ეს საკითხი ჩვენ არც გვაკვირვებდეს ძალიან, იმიტომ რომ ცხოველები ბევრად უფრო მგრძნობიარეები არიან ადამიანებზე. მაგალითად, გრძნობენ, როდის ვულკანი უნდა ამოვიდეს და გადიან იმ ტერიტორიებიდან, როდის რაღაც გემი როცა იძირება, ვირთხები მაშინ მოხვდებიან და ტოვებენ ამ გემს რაღაცა გარკვეული დღით ადრე. ხო, ყოდო რაღაცა ცხოველები კი აი სანამ ჭექაკუხელი დაიწყება ცხენები და ისინი მიწისძვრას გრძნობენ აუცილებლად და ეს წარღვნაც რა თქმა უნდა ღვთისგან მოცემული რაღაცა მათ გენეტიკაშია ესა და რა თქმა უნდა ამას გრძნობდნენ ეთყობა რომ რაღაც ესეთი უბედურება წყალდიდობა იყო მოსალოდნელი ამ ცხოველებს რაღაცა მიეცათ ამისი შეგრძნება ამიტომაც მათ ისიც მიეცათ თუ სად შეიძლებოდა თავის გადარჩენა რაღაცა ამისი კურთხევა და თვითონ შევიდნენ მოკლედ აი ამ კიდობანში წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში დედალმამალი როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის 7 დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყანად ანუ როგორც ბრძანა უფალმა ნოეს ცხოვრების მე-600 წელს მეორე თვის მე-17 დღეს ამ დღეს მოსყდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნან სათა სარკმელები რას ნიშნავს გაიხსნენ სათა სარკმელები ნუ მოსყდნენ უფსკრულის წყაროები ნიშნავს რომ მიწისქვეშ მოგეხსენება წყლის ძალიან დიდი მარაგია სოფელში ჭა ყველას გექნებათ ნანახი, სადაც ესე იგი თუ კი იციან უკვე თანამედროვე ტექნიკით იკვლევენ, ადრე ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ რაღაცა, სად უნდა გაეთხარათ ჭა, რა მეთოდით იცოდნენ, მართალი გითხრათ ესე, მე არ ვარ ამ საკითხში ღრმად შეხედული, თუმცა კი ნახეთ მიწისქვეშა წყლები ძალიან გემრიელი წყლებია, სუფთა წყალია, გაფილტრული წყალია, ყოველგვარი გადამუშავების გარეშე შეგეძლია ამოიღო და დალიო. ანუ ეს უფსკრულები გაიხსნა, მიწამ პირი გააღო და ამ წყლებმა ამოდინება დაიწყეს პირდაპირ მიწის ზემოთ და ცის სარკმელი გაიხსნაო ჩვენ შექმნის ისტორიას როცა ვკითხულობდით, იქ ვნახეთ რომ ცის მყარს ზემოთ წყლებია და ცის მყარს ქვემოთ გააღო წყლებიო მყარს ზემოთ და მყარს ქვემოთო. ანუ წმინდა მამები ამას ესე გვიხსნიდნენ და მეც მაშინ გითხარით რომ პირდაპირ ამბობს ვასილი დიდი რომ ცის მყარს ზემოთ არის წყლები და ეს წყლები იცავენ სამყაროს აალებისაგან, იმიტომ რომ ზეს ისეთი მხურვალება აქვს თუ არა ეს წყლები რომ არ ანეიტრალებდეს აი ამ ესე იგი დედამიწას, აალდებოდა დედამიწა დაიწვებოდა ამის შესახებ ბრძანებს ვასილი დიდი. და ანუ გაიხსნა სათა სარკმელები ნიშნავს რომ ზემოდან ის წყლები იმ წყლებმაც დაიწყეს ჩამოდინება. აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეტი, ნოეს შვილები, მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების 3 ცოლი. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. შევიდა ნოესთან კიდობაში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. მოვიდა დედალმამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის და დაუგმანა მათ კარი უფალმა. ნახეთ, რამდენჯერმე გამეორდა პირდაპირ რომ ისინი მოვიდნენ, ანუ ცხოველები და ფრინველები თავისით მოვიდნენ და ყველანი შევიდნენ, ნუ და როდესაც ბოლოს, ყველაზე ბოლოს შევიდა ნოე თავის მეუღლესთან და შვილებთან და მათ მეუღლეებთან ერთად, ამის შემდგომ ღმერთმა მათ კარი დაუგმანა გარედან. ეს განსაკუთრებული გამოთქმაა, რას ნიშნავს ეს კარი დაუგმანა? რა თქმა უნდა, ნუ ეს ექნებოდა მოფიქრებული ღვთის კარნახითაა ეს კიდობანი აგებული და ექნებოდა რომ ეს კარი ისე იხსნებოდა შეიძლება მაკეტი გქონდეთ კიდობანის ნანახი არსებობს შეგიძლიათ მოიძიოთ კიდეც ინტერნეტში ისე იხსნებოდა და ექნებოდა რაღაც სათანადო ბაგირები რითიც აწევდა ამ კარს და ეს კარი თავისთავად დაიგმანებოდა მაგრამ ნიშნავს იმას მამები ამაზე ამახვილებენ ყურადღებას რომ ღმერთმა დაუგმანა რომ თითქოს სარკმელი რომელიც ზედამხარეს ჰქონდა ჩვენ წინა შეხვედრაზე ვილაპარაკეთ რომ ერთი შესასვლელ კარში იყო და ერთი ზედამხარეს იყო რომ ერთი
როგორც ეკლესიასთან არის შედარებული მეთქი გითხარით კიდეც ერთი არის ეკლესიაში შემოდიან და ზედა სარკმელი რომ ლოცვისათვის არის განკუთვნილი. მხოლოდ ზემოთ იხედებოდნენ და ირგვლივ რა ხდებოდა ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ ისეთი საშინელება ტრიალებდა ირგვლივ ამ წარღვნის შედეგად რომ ეს რომ ენახათ მათ ძალიან ძნელი იყო რომ ისინი ფსიქიკურად დარჩენილი იყვნენ ნორმალურები რომ მთელი სამყარო წარმოედგინეთ ხა რამდენი ადამიანი და ცხოველი და ეს ყველაფერი ერთმანეთში რაღაცა ამ ფილმებს რო იღებენ ამ წყალდიდობის შესახებ ტელევიზიით რო უყურებ იქაც კი შეგაშინებს ეს ფაქტი და ხა წარმოედგინეთ ამას ყველაფერს რეალურად რომ უყურებდნენ განსაკუთრებით ქალებმა შეიძლება ემოცია ვერ შეეკავებინათ ამიტომაც უფალმა დაუგმანა ეს კარი ნიშნავს რომ ისინი გარეთ ვერ იხედებიან რა ხდება 40 დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადით და წყალი და 100 წია კიდობანი. მოექცა იგი მიწის ზემოთ. აიწია რა თქმა უნდა კიდობანი, იმიტომ რომ მას რაღაცა გემის ფორმა ჰქონდა. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადით და ქვეყანა და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელ ცისქვეშეთში. 15 წრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები. აი ამის შესახებ გითხარით რომ 15 წრთა დაახლოებით 7.5 ნუ 8 მეტრი შეიძლება ესე ვიგულისხმოთ რომ მთებიდან აი ასეთ სიმაღლეზე იყო აწეული წყლის დონე. მოისპო ყოველი ხორციელი რაც კი იძვროდა ქვეყნად. ფრინველი, პირუტყვი, მხეცი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ადამიანი ყველაფერი რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი რაც ხმელეთზე იყო მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო. ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა, გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. მატულობდა წყალი დედამიწაზე 150 დღე. ნახეთ კიდევ ერთხელ მეორდება ეს ფაქტი და გითხარით რომ ბიბლიის კითხვას თავისი წესი აქვს და ამ წესის მიხედვით რაც მეორდება ეს კიდევ ერთ დადასტურებას ნიშნავს რომ ეს ნამდვილად ასე იყო ყოველგვარი რაღაცა ადამიანური ფანტაზიების გარეშე რაც აქ წერია ზუსტად ასე მოხდა და ამაზე ესე იგი ხაზგასასმელად ბიბლია იმეორებს კვლავ იგივე ტექსტს გაიხსენა ღმერთმა ნოეს მერვე თავის დასაწყისი გახლავთ პირველი მუხლი. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი მასთან ერთად რომ იყო კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ხარი და დაყრდდა წყალი. ძალიან საინტერესო გამოთქმა, რას ნიშნავს გაიხსენა ღმერთმა ნოე? აქამდე არ ახსოვდა? რა თქმა უნდა ახსოვდა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანებმა არ იციან თვითონ რაღაცა განსაცდელის დასასრული როდის იქნება. და ნოემაც არ იცის ეს როდის იქნება, მისთვის არ არის გაცხადებული, თქვა რამდენ დღეში დასრულდება ეს ყველაფერი და ამიტომ ამ განსაცდელში, როდესაც იმყოფება ადამიანი, ან რაღაცა შეჭირვებაშია, დევნულობაშია, საპატიმროშია და არ იცის როდის იქნება მისთვის აი ამ ტანჯვის დასასრული, მას აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ თითქოს ის ღმერთს დაავიწყდა. ღმერთს კი არ დაავიწყდა. უბრალოდ ადამიანს გონია ესეთი რამ, თვითონ მას გონია, რომ თითქოს ღმერთს ის დაავიწყდა და რაღაცნაირად არ ზრუნავს მასზე. რა თქმა უნდა ზრუნავს მასზე, თუმცა კი აქ ხაზგასმულია, რომ გაიხსენა ღმერთმა, ანუ ამ შემთხვევაში თვითონ ადამიანს გონია ასე მეთქი როგორც უკვე გითხარით, მაგრამ გაიხსენა ღმერთმა განამარტო ნოე. ყოველი ცხოველი, პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ხარი და დააყრდდა წყალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთისთვის არც ერთი სულ ერთი არ იყო ამ კიდობანში მყოფი იქ ფრინველებიდან და ცხოველებიდან და ჩვენ ფსალმუნებში ამას ხშირად ვკითხულობთ, რომ ჩემი არის ქვეყანა და ყოველი მხეცნი რომ დამკვიდრებული მაშინა, რომ უფალი რომ ამბობს და თითეული ერთი ჩიტიც კი არ ჩამოვარდება ციდან ჩემი ნებართვის გარეშე ამის შესახებ როდესაც ლაპარაკობს ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი ამას ყველაფერს აკონტროლებს ღმერთი ამას ყველაფერს უყურებს როგორც თავის ქმნილებას და რა თქმა უნდა ღმერთს ეს თავისი ქმნილება უყვარს დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები და შეწყდა წვიმა თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა 150 დღის ბოლოს მეშვიდე თვის მე-17 დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი მე-10 თვემდე, მე-10 თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები. ანუ ძალიან ნელი ტემპით ხდება წყლის მოგეხსენებათ წყალდიდობის დროსაც რაღაცა ადიდებული წყალი ნელ-ნელა ისევ მიწაში როგორ იჟღინთება და
ისევ თავის სადინარებში ჩადის, მაგრამ ეს არ ხდება უცბად, მომენტალურად რაღაცა გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამას ეს გახლავთ აღწერილი სწორედ ამაში არარატის მთა მოგეხსენებათ გახლავთ თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე, თუმცა კი ეს ადგილი, სადაც მიჩნეულია, რომ გაჩენდა ნოეს კიდობანი, თურქეთის მხრიდან არის დღესდღეობით, თურქეთის მხრიდან ადიან ადამიანები აი ამ ადგილის სანახავად, პირობითად ეს ადგილია, რომელზეც ფიქრობენ მეცნიერები, რომ აი აქ გაჩერდა ნოეს კიდობანი. ასევე მინდა გითხრათ, რომ გარდა ბიბლიური ცნობებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდარი ცნობები, ასევე მინდა გითხრათ, სამეცნიერო ლიტერატურაში, არქეოლოგიაში, სადაც ადამიანები ადასტურებენ, რომ ნამდვილად რაღაცა ისეთი მოხდა, რაც წარღვნას ადასტურებს. ადასტურებს წარღვნას რაღაცა იმ ერთ ლოკალურ ადგილზე კი არა, რომ რაღაცა ამ ადგილში მოხდა, თქვა და აქადით და წყალი და მორჩა, მეტი აღარაფერი აღარ ყოფილა. არა, ადასტურებს ნამდვილად, რომ მთელს დედამიწაზე იყო ეს წარღვნა და ამას მეცნიერები ვერ გაურბიან ამ აზრს. 40 დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ქონდა დატანებული, ზედა სარკმელზეა ლაპარაკი. გამოუშვა ყორანი, მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვმა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში. რატომ წერია, რომ ყორანი გაუშვა და უკანვე ბრუნდებოდა და მტრედმა ვერ იპოვა მტრედის ფეხის მოსაჭიდი, ბრჭყალის მოსაჭიდი. იმიტომ რომ ყორანი მოგეხსენებათ მძორის ჭამელი ფრინველია და ყორანი რომ გამოდიოდა გვამებს ჭამდა, რომლებიც დარჩენილი იყო და მერე საღამოთი ბრუნდებოდა. ანუ ნოეს ეს მდგომარეობა როგორც დილას გამოუშვებს რაღაცას და ელოდება, აი რა მოხდება, თვითონ ირგვლივ ვერ ხედავს ვერაფერს, როგორც უკვე გითხარით და ელოდება რომ ყორანი ისევ ბრუნდება. მაგრამ მტრედზე წერია რომ მან ბრჭყალის მოსაყიდი ვერსად ვერ იშოვა, იმიტომ რომ მტრედი სუფთა ფრინველია, მოგეხსენებათ არ ეკარება მსგავს რაღაცებს და ამიტომაც მალევე უკან ბრუნდებოდა. რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელი მიწის პირზე და თუ კი წყალი იდგა მთელი მიწის პირზე, მაშინ ყორანი როგორ პოულობდა ამ მოსაჭიდს. ისინი ტივტივებდნენ ეს რაღაცა გვამები. ეს შეიძლება ადამიანიც ყოფილიყო და ცხოველისა, რა მნიშვნელობა აქვს ყორანი ყველაფერს მიირთმევდა. და მტრედმა რა თქმა უნდა ვერ იპოვა წყალის მოსაჭიდი. გაიწოდა ხელი ნოემ და აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში, ანუ მტრედზეა ლაპარაკი. 7 დღეს კიდევ იცადა. ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე რომ დამწყდარიყო წყალი დედამიწაზე. ნუ ბუნებრივია ახლა ხის ტოტი მოიტანა, ხის ტოტი საიდან იქნებოდა თუ წყალში მტრედი რო ვერ ჩაყვინთავდა და იქედან ვერ ამოიღებდა ბუნებრივი. შესაბამისად წყალი დამწყდარია და უკვე რაღაცა ხმოიარობაც კი აქვს დაწყებული მცენარეებს. 7 დღეს დაიცადა კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნდა რომ ტოტი მოიტანა, ეს ხოთაშორის მინდა გითხრათ, რომ მტრედის ეს ტოტი განამარტო ბიბლიური რაღაცა თანამედროვე სამყაროში ძალიან ხშირად იხატება. სიმბოლოა, შერიგების სიმბოლოა, ღმერთთან შერიგების სიმბოლოა, რომ მორჩა დაწყნარდა ღმერთის რისხვა, ანუ რისხვის დასრულების სიმბოლოა, რომ მტრედი ამიტომაც გახდა მშვიდობის სიმბოლო და ყველა ხალხში არის მიღებული და ძალიან ხშირად ხატავენ მას მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც კი იცოდნენ ეს ისტორია ადამიანებმა, მაგრამ მაინც ესე არის მიჩნეული. კიდევ 7 დღეს დაიცადა, გაუშვა მტრედი და აღარ მოbrunებულა იგი მასთან. 601 წელს, პირველი თვის დამდეგს, დაშრა წყალი ქვეყნად. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა გამშრალია მიწის პირი. ეს გახლავთ უკვე რომ ნოემ კიდობანში აზრა და გაიხედა. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. ეს კიდევ იმას ადასტურებს, რომ აქამდე არ იხედებოდა ნოე გარეთ, რადგანაც წავიკითხეთ, რომ ღმერთმა დაუგმანა მას გარეთ. არ იხედებოდა შეგნებულად, რადგანაც ძალიან საშინელი სანახაობა იყო. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან, შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი. გამოიყვანე შენთან ერთად. მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.
გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. აი კიდევ ერთხელ გამეორება იმისა ნიშნავს, რომ მხოლოდ კიდობანში მყოფი ადამიანები გადარჩნენ. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავთავისი გვარის დამიხვედით და გამოვიდა კიდობნიდან. გამოვიდნენ კიდობნიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველი რა უნდა გააკეთოს ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდგომ? სხვერპლს შეწირავს, მართალი. სხვერპლს შეწირავს, იმიტომ რომ ყოველი მართლისთვის ეს გახლავთ უპირველესი საქმე. პირველი ეს გახლავთ სამადლობელი მსხვერპლი. რადგანაც მსგავსი განსაცდელი, რაც ნოემ გადაიტანა, ამის შემდგომ ადამიანი თუ მადლობას არ იტყვის გადარჩენისთვის, სულ ცოტა უმადურია. სულ ცოტა უმადურია და სულ ბევრი უგუნურიც არის ამ ყველაფერთან ერთად. აქედან გამომდინარე, ნახეთ, გამოვიდა თუ არა პირველი რასაც აკეთებს ნოე, აუგო ნოემ, ეს გახლავთ მერვე თავის მეოცე მუხლი. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს. თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. რას ნიშნავდა აღსავლენი იყო სამადლობელი მსხვერპლი. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის. ამიერიდან აღარ დაუწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვეკეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება, არც თესვა, არც მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. ეს გახლავთ პირდაპირ მოცემული პირობა, რომ მეორედ მოსვლამდე არც სიცხე, არც მკა, არც ზამთარი, რატომ არის ეს ყველაფერი ჩამოთვლილი? რა ვითარებაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, მაგალითად ზამთრის დროს ზამთარია და ზაფხულის დროს ზაფხული, ეს არ გაუქმდება. თუმცა კი ამ ბოლო დროს მინდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად კლიმატური პირობები რომ აირია, ყოველთვის ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე, რომ ეს თუ აირია, ესე იგი მეორედ მოსვლა ახლოს გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ზამთარში გვაქვს და ზაფხულში გვაქვს და რაღაცნაირად არც თესვა და მკა არ შეწყვეტილა და არც თქვათ ყინვა და სიცხე თავის დროზე არის ხოლმე ორივე. ამიტომაც, რადგანაც ბოროტისკენაო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვებს, რადგანაც ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე, ნიშნავს იმას, რომ ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანი იმდენად არის დასუსტებული, მეუმკვიდრეობით აქვს მას მიღებული ცოდვისადმი რაღაცა ტრფიალება, ტკბობა, იმიტომ რომ მიდრეკილება დიახ და რაც თავარია ტკბება ამ ცოდვით, ამის გამო ამბობს, რომ ამიერიდან მიწას აღარ დაუწყევლი, იმიტომ რომ მიწამ რა დააშავა, თუ კი ადამიანს აქვს ესეთი დამოკიდებულება და ღებულობს ამას, ესე იგი, თუ კი ადამი იყო შექმნილი ღმერთის ხატად და მსგავსად, ჩვენ მე ვნახეთ, რომ შვა თავისი ძენი და ასული და თავის ხატად და მსგავსად იყვნენ შექმნილი. ანუ უკვე ცოდვით დაცემულობაზე აქ ლაპარაკი და ესეთი გახლავთ ვითარება. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, მეცხრე თავის პირველ მუხლს ვკითხულობთ ახლა ჩვენ. რაღაც ძალიან ხო არ მას ვქენი მეთქი, ბევრს ხო არ, მაგრამ მე მგონი მოვასწრებთ ამას. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა. თქვენი შიში და რწოლა კონდეს მიწის ყველა მხეთს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, ზღვის ყველა თევზს, თქვენს ხელთ არიან ისინი. ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად კონდეთ, როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს. აი აქ მიეცათ მათ პირველად ლოცვა-კურთხევა ხორცის ჭამისა. ადამიანებმა ხორცის ჭამის უფლება მიიღეს. ამის შესახებ მე გითხარით წინა შეხვედრაზე, რომ ჭამდნენ, სვამდნენ, იქორწინებდნენ, რატომ იყო ეს არასწორად ჭამდნენ, სისხლიან ჭამდნენ და ცოცხალ რაღაც ესეთი ცოცხალ ცხოველს აჭრიდნენ პირდაპირ რაღაცა გარკვეულ ნაწილებს, რომ არ მომკვდარიყო და აი ესეთ ხორცს მიირთმევდნენ პირდაპირ უმად და აქედან გამომდინარე უფალი აქ ძალიან უკონკრეტებს, ნახეთ ყველაფერს როგორ უნდა შეჭამონ. აი ააკურთხა ნოე და მისი შვილები და მერე ეუბნება თქვენი შიში და წოლა კონდეს მიწის ყველა მხეთს. ნამდვილად ასე არის. ნამდვილად ასე არ არსებობს ცხოველი, რომელსაც ადამიანის არ ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ძლიერია ადამიანზე, აუცილებლად თუ კი არ აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში, ცხოველი ადამიანს თავს არ ესხმის.
ყოველთვის ცდილობს რომ გაერიდოს და სადმე წავიდეს, მაგრამ თუ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში რომ გასაქცევი არსად არ აქვს, ან რაღაცა დაჭრილი უნდა იყოს, ან რაღაცა დათვს ეციან ხოლმე რომ კბილის ტკივილი იცისო, არ ვიცი ხა რამდენად მართალია თუ ამ დროს გადაეყარა ადამიანი ძალიან აგრესიულია ამაზე ლაპარაკობენ. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ცდილობს რომ მოერიდოს ადამიანი. რატო რა? იცი თოფი აქვს და ადამიანს და ახლა ცხოველს ისა ამის შეგნება აქვს ახლა რომ მას თოფი დაიარაღი აქვს და შეიძლება თოფი დაიარაღოს. არა. რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი, როგორც არსება ღვთისგან შექმნილი, ესე იგი რომელმაც კურთხევა აქვს მიცემული, რომ უნდა უფლებდეს ამ ყველაფერზე. თქვენი შიში და წოლა გქონდეს მიწის ყველა მხედს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი. ანუ ადამიანს მიეცა სწორედ ეს. ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ. ეს სიტყვები არ არის შემთხვევითი, რადგანაც წარღვნამდე ეს მიიღეს ადამიანებმა ხორციელს ცოცხლად, რას ნიშნავს ცოცხლად, აჭრიდნენ რაღაცა ნაჭრებს პირდაპირ ესე ჭამდნენ. ამიტომ ეს ნიშნავს, ეს კანონი არ გახლავთ კანონი, რომელიც ძველ აღთქმაში დარჩა, მე გითხარით, რომ ახალ აღთქმაშიც ეს კანონი ჩვენთვის მოქმედებს. როდესაც შეიკრიბა იერუსალიმში პირველი მოციქულთა კრება, რომელსაც მეთაურობდა იაკობი, ხორციელ ძმას რომ უწოდებთ ჩვენ უფლისა იესო ქრისტესი, იაკობი, იერუსალიმის პირველი მღვდელმთავარი, მათ მიიღეს ესეთი კანონები, სადაც წერია, რომ ადამიანი, რომელიც უნდა მივიღოთო, თქვათ, აი წარმართებზე იყო განსაკუთრებით ლაპარაკი და იქ დავა მიმდინარეობდა, რომ ებრაული წესისამებრ წინა დაცვეთა უნდა მიეღოთ ესეთ ადამიანებს თუ არ უნდა მიეღოთ. ნუ დავავალებთო, ისეთ ტვირთს ნუ დავადებთო, რომელი ტვირთიცო ჩვენ მამაპაპებმაც ვერ ზიდესო. ამიტომ ნახეთ როგორ კანონს მიიღებენ. აუგრძალოთ სიძვა, აუგრძალოთ სისხლიანის ჭამა, მძორის ჭამა, ანუ დამხრჩვალის და ესეთი იმის ჭამა, ხო, უკვე მკვდარის, და ეს გახლავთ აი ესეთი ხაზგასმული, ანუ პირველ ჩამონათვალში არის ესე იგი აუცილებლად ეს მოხსენებული. რატომ? იმიტომ რომ ამ სისხლს აქვს თავისი გენეტიკური მეხსიერება და კოდი. აი ცხოველი იმართება სამშვინველით ჩვენ როდესაც ვამბობთ. ეს სამშვინველი ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ არის სწორედ სისხლი, იმიტომ რომ მის სისხლში არის ახლა თხამ რომელი ბალახი რომ უნდა შეჭამოს, ამასთვის უნივერსიტეტს კი არ ამთავრებს, ხა? რომ დაიბადება ზუსტად იცის რომელი ბალახი უნდა შეჭამოს. ხო მართალია? ეს მას სისხლში აქვს. ამიტომაც ადამიანი თუ კი იღებს აი ამ სისხლს, ჩათვალეთ რომ აი ამ გენეტიკურ მეხსიერებას ღებულობს თავის თავში. და ურევს რაღაცა მის სულიერ მდგომარეობას და ამ ცხოველის მდგომარეობას ურევს და რაღაცნაირად ემსგავსება ამ ცხოველს აუცილებლად. იქეთკენ წავა მისი ცხოვრება. ამიტომაც სასტიკად აკრძალულია სისხლის ჭამა, რადგანაც მათი სული სისხლშიაო, პირდაპირ წერს უფალი ბიბლიაში. მათი სული სისხლშია ნიშნავს იმას კი არა რომ მოაზროვნე სული გააჩნიათ. არა. გააჩნიათ კოდირებული სული. ფუტკარმა იცის რომელი ყვავილიდან უნდა აიღოს, თაფლი და რომლიდან არ უნდა აიღოს. თხამ იცის რომელი ბალახი უნდა შეჭამოს. ყოველგვარი სკოლაში სიარულის გარეშე. ამიტომაც მათ ეს სისხლში აქვს და ამიტომ სისხლიანი ჭამა არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება დამხრჩვალის ჭამა და ამიტომაც ნახეთ როგორი წესი აქვს. ებრაელები იცავენ ამას განსაკუთრებით. თუმცა მუსულმანებიც მაგრამ რიტუალური სახე აქვს ამას. იციან როგორ უნდა გადაუჭრან ძარღვი ცხოველს, რომელიც შოკით კი არ აი რომ ჩვენთან რო იცი მივარდებიან და უცბად ხელს გამოჭრიან და ყვირის და ჭყივის და ერთი ამბავი რო არის ცხოველი. არა, ისე უჭრიან ძარღვს, რომ სისხლისგან ისე იცლება ცხოველი ვერც კი ხვდება ამას თვითონ. რადგანაც დაკვლის დროსაც კი ისეთ შოკს ღებულობს, ოდესაც აი ამ შიშს განიცდის და მას ადამიანები თავს ესხმიან, ისეთ შიშს განიცდის, რომ ესეც კი შეიძლება აისახოს რაღაცა ადამიანზე და ამიტომაც ებრაელები ძალიან ფრთხილობენ. ესე ყველგან გაკეთებულ ხორცს არ ჭამენ, მორწმუნე, აი ქაშერნი იმებს როდესაც ვეძახით. ამიტომაც ესე უნდა იყოს დაკლული, რაღაცა ძარღვი გადაჭრილი, სადაც დაიცალა ის სისხლისგან. ხახამი, დიახ, რომელმაც იცის დაკლა. კი, სხვისგან იმას არ მიიღებს.
ბაზარში ჩვეულებრივ ხორცს არ იყიდიან მორწმუნე ებრაელები. ამიტომაც ჩვენთვისაც არის ეს კანონი, უნდა იცოდეთ, აუცილებლად ჩვენთვისაც დღეს თანამედროვე სამ ძალიან ისე მოდაში ხო გახდა ეს რაღაცა სისხლიანი ძეხვები და იმაში შემწვარი და აბაშედედებული სისხლით გაკეთებ. არავითარ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, არ შეიძლება მისი ჭამა. ოღონდ ხორციელს ცოცხლად მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ, ეს კანონია მოცემული. მე კი თქვენს სისხლს, თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ. ყოველ მხეთს მოვკითხავ, ადამიანს მოვკითხავ, თქვენ მოვკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ანუ პირდაპირ ეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოეკითხება ყველას. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი. ინაყოფიერეთ და იმრავლეთ. ეს კურთხევა უკვე ადამიანზე მიცემული იყო, მაგრამ ეხლა ჩათვალეთ, რომ ახალი სამყაროა. წარღვნის შემდგომ აბსოლუტურად ახალი სამყაროა. ყველაფერი ახალია. ბუნებაც კი შეცვლილია. გეტყვით მე რატომაც და როგორც ამაზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ამიტომაც ამ კურთხევას კვლავ იმეორებს უფალი, რომ მათ ინაყოფიერეთ და იმრავლეთ. აქ რომ იყოს მხოლოდ ინაყოფიერეთ, მაშინ შეიძლება ეთქვა, რომ ადამიანს ერთი შვილი რო ყავს, საკმარისია, მეტი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ინაყოფიერა. მაგრამ ინაყოფიერეთ და იმრავლეთ მიანიშნებს იმას, რომ მას უნდა ყავდეს იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მისცემს. ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე, თვითონ რო აგეგმარებენ ოჯახს, რომ ჩვენ ახლა ორი ყავს და გვეყოფა და მეტი აღარ არის საჭირო, ან ესე რომ დააგეგმარებენ, რომ ახლა პირველის მერე 5 წელი არ გავაჩენ, იმიტომ რომ ეს წამოიზარდოს და მერე გავაჩენ მეორეს, იცოდეთ რომ ეს დანაშაულია ღვთის წინაშე. თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემაა, როდესაც რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, შეიძლება ამ დროს დაიგეგმოს, რომ მოდი ახლა ცოტა ხანი და ცოლ-ქმარმა თავი შეიკავონ ურთიერთობისგან, იმიტომ რომ რაღაცა ქალბატონს შეიძლება სჭირდეს ან თვითონ მამაკაც და ამიტომაც არ შეიძლებოდეს მათთვის შვილის გაჩენა. უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს. ნახეთ, ინაყოფიერეთ, მოეფინეთ ქვეყანას და გამრავლდით მასზე. უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად. აჰა გიდებთ აღთქმას, თქვენ და თქვენ შთამომავლობას. ყოველ სულდგმულს, რომელიც კი თქვენთან არის, ფრინველს, პირუტყვს, მიწის ყველა მხედს, რომელიც კი თქვენთან არის, ყველას კიდობნიდან გამოსულს. გიდებთ აღთქმას, რომ აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად. ანუ ჩვენ ვიცით, რომ წარღვნა აღარ იქნება. წყლით წარღვნა აღარ იქნება. მაგრამ მეორედ მოსვლის წინ იქნება ცეცხლის წარღვნა. იმიტომ რომ ამ სამყაროს ღმერთი ცეცხლისათვის ამზადებს. არის ესეთი რამ წმინდა წერილში, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლით მოხდება განწმენდა მეორედ მოსვლის წინ. განწმენდა არის, განწმენდა ხდება სხვათა შორის ამ სტიქიებისგან. წყალი რას აკეთებს? განწმენს. ხო, როდესაც ადამიანი დაისვრება რითი იბანწლით. ცეცხლსაც ასეთივე თვისება აქვს, მინდა გითხრათ, განწმენდის თვისება აქვს ცეცხლსაც. ამიტომ ეს მეორედ მოსვლის წინ სამყარო რისთვისაც ამზადებს მას ღმერთი და ცეცხლით იქნება განწმენდილი, როდესაც არის ამაზე ლაპარაკი წმინდა წერილში. სწორედ ამას განასახიერებს, რომ განიწმინდება ამით სამყარო, თუმცა კი იმ რჩეულ საზოგადოებას ღმერთი, რომელსაც ამზადებს და მინდა გითხრათ, რომ აი ძველ აღთქმაში წმინდანი როგორი თარგმნება, იცით სიტყვის ფუძე როგორ არის? გამოყოფილი, გამოცალკევებული, განსხვავებული, რაღაც ესეთი თარგმანი აქვს მას. და რას ნიშნავს ეს გამოყოფილი და გამოცალკევებული? აი ნოე მაგალითად გამოყოფილი და გამოცალკევებულია, წმინდანია. ძველ აღთქმაში მას ესე რო ამბობენ, რომ ის მართალია და წმინდანია, ესე იგი გამოყოფილი და გამოცალკევებულია და ნახეთ როგორ მოხდა მისი გადარჩენა ღმერთმა, ის კიდობანში შეიყვანა და კიდობანში გადარჩა ნოე. სწორედ ამიტომაც მის რჩეულ ხალხს, მის წმინდანებს ღმერთი რაღაცნაირად სწორედ ასე გადაარჩენს და დაიცავს, თუმცა კი მთელი დანარჩენი დედამიწა ცეცხლში განიწმინდება. რას ნიშნავს ეს, რომ ცეცხლში განიწმინდება? ნოეს დროსაც კი ადამიანები, რომლებმაც არ შეყვნენ ნოეს კიდობანში, ნოე ამას 100 წელიწადზე მეტი აშენებდა კიდობანს, წარმოიდგინეთ. თითოეული ჩაქუჩის დარტყმა ხომ რაღაცა ზარის დარეკვის ტოლფასი იყო, რომ კაცი სადღაცას ნახევრად უდაბნოში გემს აშენებს. კითხვა ხო ყველას უჩნდებოდა, რატომ აშენებ გემს და ნოე ხო ამას ქადაგებდა და ამბობდა, რომ მე ამას იმიტომ ვაშენებ, რომ წარღვნა იქნება. არავინ არ დაუჯერა.
არავინ არ შეყვა მას კიდობანში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს 4 თუ 5 თაობა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, არც ერთმა თაობამ ყურად არ იღო ის, რომ ნოე არ დაიჯერა, რომ ნოე წინასწარმეტყველია და ეუბნება წინასწარ იმას, რაც მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ნოე შევიდა მარტო და ნოე გადარჩა. თუმცა კი იქ იყვნენ ადამიანები, რომ წარღვნა როდესაც დაიწყო, კიდობანში ისინი უკვე ვეღარ შევიდოდნენ, მაგრამ მათ სინანული გაუჩნდათ და მიხვდნენ, რომ ნოე მართალი იყო. ეს ფრაზა ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ პეტრე მოციქულის ეპისტოლეში, როდესაც ის ნოეს შესახებ ყვება და ვისაც გაუჩნდა სინანული, მას რა თქმა უნდა გადარჩენის შანსი აქვს. ასე რომ მის წმინდანებს ღმერთი ამ ცეცხლისგან გადაარჩენს, მაგრამ ვინც არ დაიჯერებს და ვინც არ ელოდება მეორედ მოსვლას, მათაც თუ კი სინანული ექნებათ, რა თქმა უნდა ღმერთი შეიწირავს აი ამ სინანულს. ამის თქმა მინდოდა, როდესაც ამაზე ლაპარაკი დავეწყე. თქვა უფალმა ღმერთმა, ეს იყოს ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ ჩემსა და თქვენ შორის და თქვენთან მყოფ ყოველ სულგმულ შორის, თაობიდან თაობამდე სამარადისოდ. ვდებ ჩემ ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა, ჩემსა და ქვეყანას შორის. ნახეთ, ცისარტყელა დაიდო იმის ნიშნად, რომ წარღვნა წყლით აღარ იქნება და მართლაც, როდესაც წვიმა მოდის და გაჩერდება წვიმა, ცისარტყელა სწორედ მაშინ ჩდება. თითქოს ნიშანი იმისა, რომ ადამიანებმა დაინახო, რომ აი კი წვიმა, მაგრამ გაჩერდა. ხო, იმიტომ რომ ეს მზის სხივების ანარეკლია, რა თქმა უნდა. ამიტომაც ადამიანებისთვის ეს ნიშანია, რომ წარღვნა როგორი წვიმაც არ უნდა მოვიდეს, მზე გამოანათებს და მაშინ ცისარტყელა ჩნდება. ნუ ეხლა ამას ფიზიკოსები ხსნიან როგორ და რანაირად და რაღაცა სხივების გარდატეხით როგორ წარმოიშვება ეს ფერები, მაგრამ ჩვენთვის ამას რა თქმა უნდა სულიერი მნიშვნელობა აქვს, რომ ღმერთმა პირობა დადო. აქ პირობაზეა ლაპარაკი, ორ აღთქმას გიდებ, აღთქმა არის ორი მხარის პირობა, რომ მე გავაკეთებ ამას, შენ გააკეთებ ამას. შენ არ გააკეთებ ამას, მე არ გავაკეთებ ამას. აი ესეთი პირობაა დაახლოებით, ამიტომაც ეს ცისარტყელა გახლავთ აღთქმის ნიშანი, რომ წარღვნა აღარ იქნება წყლით. როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ, გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა. მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ხორციელ სულგმულ შორის და აღარ გადიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად. ანუ ღმერთი ეუბნება, რომ ეს ცისარტყელა იქნება სწორედ იმის შეხსენება, რომ წარღვნა არ გელოდებათ, თუმცა კი ადგილობრივი ლოკალური რაღაც შეიძლება წყალდიდობები თქვენ ბევრი ხსმენიათ და მომხდარა და იქნება, მაგრამ აქ წარღვნა არის მასიური მთელ დედამიწაზე, რაც მაშინ მოხდა, ამაზეა ლაპარაკი. გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში. დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულგმულ შორის, რაც კი არის სამქვეყნად. გამეორება, ესე იგი, ბიბლიაში პირდაპირ რამდენჯერმე გითხარით და კვლავ გაგიმეორებთ, რომ გამეორება რაღაცა წინადადებისა მიანიშნებს იმას, რომ ღმერთი ადასტურებს ამას, რომ ეს ნამდვილად ესე იქნება და არ შეიცვლება არაფერი. უთხრა ღმერთმა ნოეს, ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის სამქვეყნად. ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ. სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი. აი, ცოტა თითქოს გაუგებარია ახლა. მე-9 თავის მე-18 მოხს ვკითხულობ. ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ. სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი. რა შუაშია? საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ისინი იყვნენ კიდობანში, დაახლოებით წელიწადის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ამბავი. ნოეს ჰქონდა გამოცხადებული ძალიან მკაცრი კანონი. მარხვისა, განსაკუთრებული ლოცვისა, განსაკუთრებული მოღვაწეობისა, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არა მარტო ამ კიდობანში რაღაცა ნარზე კი არ იყვნენ წამოწოლილი და ეს კიდობანი კი არ ირწეოდა ეგ. მათ ჰქონდა ძალიან დიდი საზრუნავი. იქ ჩვენ წავიკითხეთ გასულ შეხვედრაზე თუ გახსოვთ, რომ მათ უნდა მოემარაგებინათ მთელი საჭმელი, რაც ამ ცხოველებს გამოკვებავდა. თქვენ არ ვიცი გინახავთ თუ არა ზოოპარკში შესწრები ხართ თუ არა ამ ცხოველების გამოკვების პროცესს. რა ძნელი პროცესია ეს. რომ ცხოველებამდე უნდა მიიტანო ეს საჭმელი და უნდა იცოდე განსაზღვრო რამდენი უნდა აჭამო, იმიტომ რომ მთელი არ იცი როდის დამთავრდება ეს განსაცდელი პირველ რიგში. მეორე რიგში ის არის რომ რაღაცა უნდა განსაზღვრო რაღაცა ხორცის ჭამელია, რაღაცა იმის ჭამელია, რა ქვია, ბალახის და ასე შემდგომ და ეს ყველაფერი უნდა განსაზღვრო, ნორმა და ზომა უნდა დაუდგინო
იმიტომ რომ ხო, ну აი ალბათ ბავშვებთან რომ მოყვე ეს ისტორია, ესე უნდა მოყვე, რომ აი ნოე წარმოიდგინეთ რაღაცა დიდი ზოოპარკის დირექტორია, რომელიც ყოველდღიურად თავის ოჯახთან ერთად გარდა იმისა, რომ ლოცულობენ თვითონ და მარხულობენ, ესეთი განსაცდელი აქვს, ყოველდღიურად კიდე დამატებით ესეთი საზრუნავი აქვს, რომ ამ ცხოველებზე უნდა იზრუნონ. ეს ხომ არ არის რაღაცა 1 და 2 დღე, მთელი წელიწადი გრძელდება ფაქტიურად. მაგრამ როგორც ჩანს, ქამს დიდად არ აინტერესებს ნოეს მარხვა და ეს მდგომარეობა, ამიტომაც ქამი თავის ცოლთან აგრძელებს ცხოვრებას და ლაღობას და ქანაანი ჩნდება კიდობნიდან გამოსვლისთანავე. ამიტომაც, ну, დაორსულდა ყოველ შემთხვევაში კიდობანში და ქანაანი გაჩნდა მოკლედ იქ. ამიტომაც ხაზგასმით არის ეს აღნიშნული, რომ ქამმა არ დაემორჩილა მამის ლოცვა-კურთხევას და აქ არ არის ლაპარაკი, რომ ვთქვათ, რახან მარხვა იყო გამოცხადებული მარხვის დროს მე ერთხელ ესეთი შეკითხვა გაჩნდა, რომ მარხვაში ცოლქმრული ურთიერთობა არის თუ არა დაშვებული. იცით რა? ეს გახლავთ აბსოლუტურად ინდივიდუალური ცოლქმრის მოსალაპარაკებელი საკითხი, რომელშიც არასდროს არავინ არ ერევა. პავლე მოციქულის განჩინება არსებობს ამაზე, რომ ცოლი და ქმარი დროებით განეშორონ ერთმანეთს, რათა მოიცალონ ლოცვისათვის, მაგრამ მალევე შეერთდნენ, რომ არ დასცადოს სატანამ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ მოიცალონ ლოცვისათვის, როდესაც გადაწყვეტს, რომ ცოლმა და ქმარმა ზიარებისთვის ტაძარში უნდა წავიდნენ, ერთმანეთში მოილაპარაკებენ ისინი, რომ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობენ, ცოლქმრულ ურთიერთობას გულისხმობ. ეს მათი გადასაწყვეტია, ამას არ ათანხმებენ არც მღვდელთან და არც ეპისკოპოსთან და არც ანგელოზთან, იმიტომ რომ ისინი ერთი სული და ერთი სხეული არიან. მაგრამ პირდაპირ პავლე წერს, მალევე შეერთდნენ, რომ არ დასცადოს სატანამ. რას ნიშნავს ეს? რომ არ გამოიცადოს, გახურება არ დაემართოს ადამიანს და სხვაგან არ დაიწყოს რაღაცა ყურება, ამიტომ მან ცოლი ქმრისთვის არის ნუგეში, ქმარი ცოლისთვის არის ნუგეში და ისინი ერთნი არიან და ერთად უნდა იყვნენ. მოკლედ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხს თვითონ ცოლ-ქმარი წყვეტს და არეგულირებს და ამაში არავინ არ ერევა, ეს უბრალოდ ჩართვა, იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან ხშირად სვავენ აი ამ კითხვას, ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ქამმა რა დააშავა, ვიტყვით, რომ მარხვა, აქ მარხვა არ იყო. აქ წარმოიდგინეთ, კიდობანი აწეულია. ატორტმანებს მას ამხელა წყალი, აქეთ ცხოველები, აქეთ ნოე დგას და ლოცულობს, აქეთ ამათ საჭმელი უნდა აჭამო და ამ დროს ხო განსაცდელში არიან ერთი უბედურება, იქ მორიგეობა აქვს ალბათ დაწესებული, ვინ როდის რას გააკეთებს, როგორ მიეხმარება მამას, დედას, მთელი ამბავია და ამ დროს ქამი იმაშება, რა ქვია, ხო, ნებივრობს იქ თავის მეუღლესთან. აქ ამაზეა ლაპარაკი და სხვა არაფერს. ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. მე გითხარით, კვლავ უნდა შეგახსენოთ მათი სახელები. ქამი ნიშნავს მხურვალეს, ფეთქებაც. იაფეთი ნიშნავს ლამას, სიტყვით რო თარგმნოთ, და სემი ნიშნავს ღვთისნუგეშს. მართლაც ესე არის. სემი გახლავთ ადამიანი, რომლისგანაც წამოვიდნენ ებრაელები, ებრაული სამყარო და მათგან არის მოკლედ მთელი ეს ნამდვილი ჭეშმარიტი ერთი ღმერთის თაყვანისცემის შესახებ მოძღვრება, რომლითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ ახლა ამ შემთხვევაში და სემისგან არის ეს ყველაფერი. ქამი გახლავთ მთელი აფრიკული სამყაროს, ეგვიპტისა და იმ სამხრეთის აფრიკის სამყაროს მამა და იაფეთი გახლავთ მთელი ინდოევროპული რასა. მათი სახელებიც მართლაც ესე განსაზღვრავს ის, რომ ცხელია და მწყუნვარია და ფეთქებადი ქამის შესახებ ამაზე არავინ არ დაობს, იაფეთის შესახებ, რომ თუ კი რაიმე სამყაროში სილამაზეა შექმნილი ხელოვნება, ეს ყველაფერი იაფეთის შთამომავლობაში ხდება, იმიტომ რომ ეს არის მთელი ევროპაში არის ეს მოგეხსენება და უკვე ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკაც ევროპელებით გახლავთ დასახლებული მოგეხსენება. ეს სამი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. დაიწყო ნოე მიწის მუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. აი ახლა ესეთი ამბავი მოხდა, რომლის შესახებაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი უნდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ნოე მართალი იყო თავის თაობაში და ამაზე რამდენჯერმე რო არის გასმული ხაზი, აღმოჩნდა, რომ ნოე მართალი კი იყო, მაგრამ დალევა უყვარდა, სვავდა. ამიტომაც დალევა
ზომაზე მეტი რა თქმა უნდა ყოველთვის ცოდვაში აგდებს ადამიანს, იმიტომ რომ სიმთვრალისგან მოდის მე ძალიან ბევრი ცუდინებები, მათ შორის მრუშობა და რაღაცა აღვირახსნილობა და ასე შემდგომ რისხანება. ყველა ცოდვას რაღაც თავის საძირკველი და საფუძველი აქვს და ეს ერთ-ერთი გახლავთ ეხლა რაც რამდენიმე ჩამოგითვალეთ ერთ-ერთი კი არა. მაგრამ ნახეთ ნოე თუ კი ვიცოდით რომ იმ ძველ სამყაროში ცვავდა, მაგრამ მაინც მართალია ყველაზე შეიძლება ეს დავთქვი, მსმელი მართალი კაცი იყო, უბრალოდ ესეთ სისუსტე ჰქონდა რომ სვავდა და ღმერთმა გამოარჩია და შეინარჩუნა ნოესგან მაინც მისი ოჯახი, რადგანაც მისი სიმართლე აღემატებოდა სხვების სიმართლეს. აქ ნახეთ რა მოხდა. არსებობს მეორე ვერსია, რომ არა კაცო, არ იყო ნოე არავითარი მსმელი, უბრალოდ რა მოხდა. მან ვენახი გააშენა, ვენახისგან ის წვენს ყოველთვის ღებულობდა და ჰქონდა სახლში ღვინო, მაგრამ მან ვერ განსაზღვრა წარღვნამდელი სამყაროს ზემოქმედება მცენარეებზე და წარღვნის შემდგომ. რადგანაც თუ კი სარკმელები გაიღო და ზეციდან წყალი ჩამოიღვარა, ბუნებრივია წყლის დონემ დაიკლო ცის მყარს ზემოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მზისხივები უფრო მეტად ატანს. მზისხივების უფრო მეტად შემოჭრა დედამიწაზე ნიშნავს იმას, რომ მოიმატა რადიაცია, მოიმატა სიმხურვალე, მოიმატა კიდევ ბევრმა რამ და თუ კი წარღვნამდელ ვენახიდან მოყვანილ წვენს, ესე იგი ღვინოს ერჭიქას დალევდი და თუ ორჭიქას და არაფერი შეიძლება ადამიანს არ დამართნოდა, აქ შეიძლება ნახევარმა ჭიქამ უკვე გამოიწვია ის, რომ ის თვრალია. რა თქმა უნდა. ამიტომაც ჩვენ ორივე ვერსია რაღაცა სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა ვერსიები რაც არის და მახსენდება ხოლმე ყველაფერს გეუბნები, თუმცა კი არის ერთ-ერთი ვერსია, რომ მსმელი კაცი იყო ნოე და ამიტომაც არის ხაზგასმული, რომ ის თავის თაობაში არის მართალი, მაგრამ მას ესეთი განსაცდელი შეემთხვა. ფაქტი ერთია, რომ დათვრა გაშიშვლდა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა. რატო წერია რომ ქანაანის მამამთავარმა? იმიტომ რომ ქამმა კი არ დაინახა, სინამდვილეში ქანაანმა დაინახა. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვიანგარიშოთ ახლა, რომ გამოვიდა ნოე, ვენახის რაღაცა ის ნერგი იპოვა და გაახარა, ხო? ვენახის პირველი მოსავალი რომ იყო, სულ ცოტა 3 წელი სჭირდება. ანუ ამ ვენახის დარგვა და ქანაანის დაბადება ერთმანეთს ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქანაანი არის 3 წლის ბავშვი. 3 წლის ბავშვი არის ის, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, ყველგან ძრება, ყველგან იხედება, ყველა გარადას აღებს, ყველა ქვაბები და ისინი სულ ესე გადმოწყობილი იყო ხოლმე, იმაში რა ქვია, თუ გაღვიძებას დაგვასწრებდნენ ბავშვები, პატარები რო იყვნენ, მახსოვს ამას საკისანი. ამიტომაც ხო რაღაც შეკრული გქონდა მე ის კარადის კარებები, რომ არ გადმოელაგებინათ ყველაფერი. ამიტომაც ნახეთ, ქანაანმა დაინახა და გამოვიდა და მამას უთხრა, დაუძახა თავის მამას, ქამს. დაინახა ქამმა ქანაანის მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. აი ნახეთ, ეს არის განსხვავება ახლა ამ ძმებს შორის. ქამი გამოდის და დასცინის საკუთარ მამას ამ სიშიშვლის გამო და სემი და იაფეთი შედიან ზურგით და ისე გადააფარებენ მას, რომ არ დაინახონ მამის სიშიშვლე. იცით რა? წმინდა მამები აი ამ მუხლის განმარტებაში მართალი გითხრათ ძალიან ბევრ სახესიმბოლოს ხედავენ. პირდაპირ ამბობენ, აი როგორ არ შეიძლება რომ ჩვენ რო დაგვეწერაო თქვათ რაღაცა ისტორია დაგვეწერა რაღაცა ოჯახისა, ხო? აი ამ ამბავს არ დავწერდით. რადგანაც რომ მამის შესახებ მოგერიდებოდა მსგავსი რაღაცის დაწერაო, მაგრამ ბიბლია არასდროს არაფერს არ გიმალავს, იმიტომ რომ ბიბლია გასწავლის შენ კარგი მაგალითებითაც და გასწავლის ცუდი მაგალითებითაც. ამიტომ ჩვენ რო წავიკითხავთ, იცით, ისეთი ამბები მოხდება, რომ იქ მამამთილ ძლის განშვილები შეეძინება და იქ თქვათ შვილი საკუთარი მამის იმას რა ქვია ხარჭასოლად მოიყვანს და იმას გააუპატიურებს და მოკლედ ნახევარ დას თავისას დავითის შვილები და ნუ აი მთელი ამბავი ბიბლია ამას არ მალავს, რაღაც ის უკან არ იმალება, იმიტომ რომ ეს ადამიანური ამბავია, ფაქტია, ესე მოხდა. მაგრამ როგორ უნდა ვისწავლოთ ჩვენ და ვისგან უნდა ვისწავლოთ? უნდა ისწავლო პირველ რიგში ქამისგან ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მამის სიშიშვლე სხვასთან ილაპარაკო. ეს მამის სიშიშვლე არ არის მხოლოდ ხორციელი მამის სიშიშვლე.
შეიძლება იყოს სულიერ მამაზე აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, ამიტომაც სასულიერო პირსაც შეიძლება რაღაცა ეშლებოდეს. ამიტომაც თუ კი შენ გაქვს სიყვარული ეკლესიისა, სასულიერო პირების ნაკრულევანებაზე არ უნდა გამოდიოდო და არ უნდა ქილიკობდე ადამიანი. რაც დღეს ძალიან პოპულარული გახდა. ამიტომაც ძალიან ესე იგი მითი სარგებლობს მაღალი რეიტინგით, განსაკუთრებით საქართველოში, თუ კი გამოხვალ ტელევიზიით და დაიწყებ რომელ მღვდელს რა შეეშალა და რომელ მღვდელმთავარს რა შეეშალა. სიტყვით, ქცევით, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ძალიან ესე იგი დიდი მაყურებელი ყავს მსგავს საკითხებს და შეიძლება ითქვას, რომ მე მთელი კვირა არ ჩამოდის ეკრანიდან და სულ ამაზეა ლაპარაკი, აბა რეიტინგულია და აბა ეს როგორ ხნა და აბა ის როგორ ხნა და მე იქ ვიღაცა იმას დაუძახებენ ექსპერტს, აბა თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ, აბა იმე კანონმცოდნეს რა სიტყვის ახლა ამარა, აბა საპატრიარქო რა პოზიციას დააფიქსირებს და გინდა თუ არ გინდა გითრევენ ამ ამბავში, რომ პოზიციები უნდა დააფიქსირო, ესე იგი რომ იმან რომ ეს ეკნა სწორი იყო თუ არ არის სწორი. ამიტომაც უნდა იცოდეთ, რომ რადგანაც ის კურთხეულია, რადგანაც ის ხელდასხმულია, დიაკვანია, მღვდელია თუ ეპისკოპოსია, მას უკვე საღვთო მადლი გააჩნია. თუმცა კი ეს საღვთო მადლი მოქმედებს მასში იმდენად, რომ როდესაც შენ გჭირდება ნათლობა, ჯვრისწერა თუ ზიარება თუ აღსარება, სრულყოფილად აღესრულება ეს ყველაფერი მისი ხელიდან. და დანარჩენი თუ კი რაღაცა მას შეეშალა, ის პირადად აგებს ამაზე ღვთის წინაშე პასუხს. და არ შეიძლება ეს იყოს ტელევიზიაში განსახილველი საკითხი და ამით იწყებოდეს ყოველი ესე იგი რაღაცა ინფორმაცია თუ გასართობი გადაცემა. და ადამიანები, რომლებიც ამით ერთობიან და ამაზე რაღაცნაირად რატომაც არა უნდა იყოს გახსნილობა იძახიან. უნდა გამოვიდეს საპატრიარქო და ამაზე რატო უნდა ილაპარაკო? მამის სიშიშვლეზე რატო უნდა ილაპარაკო? ან ვისთან უნდა გაარჩიო საკუთარი მამის სიშიშვლე? შეეშალა მორჩა. დამთავრდა ამით ყველაფერი. რა თქმა უნდა, შედი ზურგით და გადააფარე, მოიქეცი იმასავე. რატო სხვათა შორის სიტყვა ჩვენც ამას არ უკვირდებით. აი ხამივით მოიქცაო, რო ამბობ, საიდან დახამებულია რაღაცაზე რო ამბობ. აქედან მოდის ეს ყველაფერი. ხამიდან მოდის. ხამი ხო რუსულად ხამია, ხო და ნუ ასე არის რომ ხამი. ხო, დახამებულია რაღაცას რო ამბობ, რას ნიშნავს როდესაც მან უპატივცემულობა გამოიჩინა უფროსის მიმართ, რაღაცას ეცა, რაღაცა აიღო, რაც მას არ ეკუთვნოდა, ან ვიღაცას დასცინა უფროს, მას ეძახიან, რომ ის ხამია. და ამ სიტყვიდან მოდის ეს ყველაფერი და რატომ უნდა იყო ხამი და რატომ არ უნდა იყოს სემი და იაფეტი? ამიტომაც არასოდეს ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი იმისა, რომ სხვის ცოდვებზე ილაპარაკოს და განსაკუთრებით იმის ცოდვებზე, ვინც მას მამად შეიძლება ეკუთვნოდეს. სულიერ მამად ამ შემთხვევაში და არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არ იყოს სასულიერო პირი ადამიანი, მაგრამ რაღაცა საპატივცემულო კაცი იყოს, ბევრი კონდეს გაკეთებული ქვეყნისთვის თუ ერისთვის და ერთი რაღაცა შეცდომის გამო მე მთელი კვირა არ ჩამოიყვანონ, ესე იგი, სატელევიზიო ეკრანიდან და განიხილავდეს ამას ექსპერტი თუ არა ექსპერტი მის აქციას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საცოდნელად. ნახეთ ეხლა რა მოხდა. გამოფხიზდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. და თქვა, წყეულიმც იყოს ქანაანი. ქანაანი არის შვილიშვილი. პატარა ბავშვი. და ქამი არის მისი შვილი. რატომ ამბობს რომ წყეული იყოს ქანაანი? იმიტომ რომ ნახეთ როგორ დაიწყო მეცხრე თავი. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები. ვინც ღმერთმა აკურთხა, იმას ნოე ვერ დაწყევლის. დიახ. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები. აქ წერია. თქვა წყეულიმც იყოს ქანაანი, რადგანაც ქამზე ვერაფერს ვერ იტყვის, რადგანაც ღმერთისგან ის ნაკურთხია. ამიტომაც წეღარასაც ვამბობდი. ღმერთისგან ნაკურთხია ეს ადამიანი. ღირსეულად თუ უღირსად თვითონ აგებს თავის ცხოვრებაზე პასუხს და არ არის სავალდებულო ამისი ესე იგი სატელევიზიო განხილვები. ნახეთ რა წერს, წყეული იყოს ქანაანი, თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს. მოგეხსენებათ ქანაანის შთამომავლობა, ვინც არის მეთქი გითხარით, ეს არის მთელი ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა, მთელი აფრიკა უпростоრად და ყოველთვის კი არა დღემდე ეს ადამიანები რჩებიან რაღაცა მონურ მდგომარეობაში და მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც მივლინებით ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ
ატლანტაში არის მუზეუმი გაკეთებული, რომ ესე იგი 1950-იან წლებშიც კი რას უკეთებდნენ ზანგებს. აი ამისი ფოტომასალები, ვიდეო მასალები, როგორ დევნიდნენ, როგორ ჩაგრავდნენ. რა მდგომარეობაში ამყოფებდნენ და ესე იგი ერთია რომ დამონებული ყავდათ და მეორეა რომ აი რაღაცა სადისტური დამოკიდება ადამიანებად არ თვლიდნენ საერთოდ. მე ისე შემარწმუნა ამ მუზეუმის ხილმა, შეიძლება იქ ბევრი რამ გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ დღევანდელ დღემდე ეს ადამიანები მართლა ასე არიან, რომ ყოველთვის მონებად ითვლებოდნენ და მონებად თვლიდნენ მათ და რაღაცა ადამიანათაც არ თვლიდნენ. თქვა, კურთხეულია იყოს უფალი ღმერთი სემისა. სემის შესახებ უკვე გითხარით. მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი. განუფართოოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს. აი ეს ძალიან საინტერესო რამ არის. ნახეთ, განუფართოოს ღმერთმა იაფეთს და სემის კარვებში დაემკვიდროს. დაემორჩილოს მას ქანაანი. ანუ ქანაანი უნდა დაემორჩილოს სემსაც და იაფეთსაც. განუფართოოს ღმერთმა იაფეთს ნიშნავს იმას, რომ იაფეთი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბევრი. მთელი ინდო-ევროპა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს იაფეთის შთამომავლობაა. და მთელი ამერიკაც უკვე და სემის შთამომავლობა ყველაზე პატარაა აქედან გამომდინარე. ანუ თუ ჩვენ რიცხობრივად შევადარებთ მათ რაოდენობას, ნამდვილად ესეა. მაგრამ სემის კარვებში დაემკვიდროს, რას ნიშნავს იაფეთის შთამომავლობა? აი ეს არის მოცემული სემისგან, რომლითაც ხელმძღვანელობს იაფეთი. ჩვენ იაფეთის შთამომავლები გახლავართ ქართველები. ქართლის ცხოვრება იწყება რითი რომ ვინ ჩამოვიდნენ საქართველოში სახელებია დასახელებული და იაფეთის შთამომავლები არიან ისინი ყველა მათი სახელები რომლებიც ჩამოთვლილია. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი, სრული ხანი ნოეს იყო 950 წელი და მოკვდა. ეს გახლავთ მეცხრე თავის დასასრული და მინდა გითხრათ რომ აი ეს გახლავთ წარღვნის შესახებ რა ჩვენ ახლა წავიკითხეთ ბევრი რამ რა თქმა უნდა სათქმელი დაგვრჩა იმიტომ რომ ყველაფერი შეუძლებელია ხოლმე ერთ შეხვედრაზე ესე ითქვას მაგრამ ამისთვის არსებობს ძალიან კარგი მეთოდი უნდა წაიკითხოთ ხოლმე მე რასაც აქ თქვენთან ერთად განვიხილავ და კითხვები რომელიც ჩდება ან წერილობით ან სიტყვიერად უნდა დასვათ შემდეგ შეხვედრებზე სანამ გვაქვს ამისი საშუალება და თუ მექნება მეც ამ შეკითხვებზე პასუხი აუცილებლად გიპასუხებ და უფრო საინტერესოც გახდება ჩვენი ეს შეხვედრები გარწმუნებთ, როდესაც ორმხრივად დაიწყება რაღაცნაირად მუშაობა, რომ თქვენც კითხულობთ, მუშაობთ და მეც მერე უფრო მეტი სტიმული მეძლევა, რომ აუცილებლად უფრო უკეთესად უნდა მოემზადო, რომ კითხვებს პასუხი გავცემ.